არსებობს ვიდეობლოგები, რომლებსაც მე უაღრესად დიდი პასუხისგებლობით ვუდგები ყველა სიტყვას ვწონი, რასაკვირველია, ყველა ვიდეობლოგში ვწონი, მაგრამ აი განსაკუთრებულ ვიდეობლოგებში კი ვწონი და ვწონი. მაგრამ არსებობს ვიდეობლოგები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად საპასუხისმგებლოა, იმიტომ რომ მეტად ფაქის თემებს ვეხები და ვაპირებ კიდეც რომ შევეხო მომავალში და ვეხები ან ვსაუბრობ თემებზე, პირებზე, პერსონებზე, რომლებიც ჩემთვის პერსონალურად მეტად პატივსაცემები არიან. აი ეს ბლოგი, ეს ვიდეობლოგი, რომელსაც ახლა თქვენ უსმენთ, სწორედ ამ უკანასკნელთაგანია. დიახ, ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო ვიდეობლოგი, რომლის მთავარი გმირიც არის პირი, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს. ოდნავ მოგვიანებით დავასახელებ კიდეც, მაგრამ მანამდე მიგანიშნებთ ვისზე ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ პირზე 90-იან წლებში, გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩვენ იმხანად ძალიან ბნელ, ძალიან რთულ, ძალიან ცუდ თუ გნებავთ ასე ვიტყვი, სახელმწიფოში ვინც ცხოვრობდით, ქვეყანაში ვინც ცხოვრობდით, სიხარულს გვანიჭებდა. ეს ახალგაზრდა კაცი ზუსტად ჩემი ხნისა, ანუ 1973 წელს დაბადებული, ის და კიდევ მისი ძმა. ჩვენ ეხლა გეტყვით ვინც არის პრინციპში, ხო, მიგანიშნებთ უფრო ზუსტი რო ვიყო. თუ ტრაბზონსპორში და თუ ამსტერდამ არენაზე, ანუ ამსტერდამში, აიაქსის შემადგენლობაში, გოლს რომ გაიტანდა, იმაზე მეტად გვიხაროდა მეთქი მის მიერ გატანილი გოლი, ან მისი წარმატება, ვიდრე გვიხარია ხვიჩა კვარაცხელიასი. არა, შესაძლოა იმაზე მეტად სულაც არა, მაგრამ სუსტად ისე, როგორც გვიხარია ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება. გიო ქინქლაძეს ამგვარი იყო და მიხვდით ალბათ რომ მე ვსაუბრობ სწორედაც რომ შოტიკო არველაძეზე. ძალიან დიდ სპორტსმენზე, დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ალბათ საუკეთესო ფორვარდზე, ვისი ჩამოგდებაც ამ ჩამოყვანაც, ხო, ალბათ უფრო სწორი სიტყვა ზმნა არის, ვისი ჩამოყვანაც ამ კვარცხლბეკიდან შეუძლია მხოლოდ სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას. შოტიკო ალბათ ყველაზე კარგი, ყველაზე დიდი ფორვარდია დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში, აი ბორის პაიჭაძიდან დაწყებული, მეთქი ასე ვიტყვი, გაიოს ჯეჯელავადან დაწყებული ასე ვიტყვი, მე უკვე შემდგომი თაობები იცით თქვენ ფორვარდებს გავიხსენებ, პირველ ყოვლისა სლავა მეტრეველი, მიშა მესხი, უკვე შემდგომ თქვათ კახა ასათიანი, კახი ასათიანი, უკვე შემდგომ რამაზ შენგელია და ვოვა გუცაევი და აი მათაც კი ეჯიბრება თუ არა ამარცხებს, იმიტომ რომ მან საერთაშორისო ასპარეზზე ითამაშა, აკი გითხარით ჯერ თურქეთში, ტრაბზონში და მერე უკვე აიაქსში და ასევე გლაზგო რეინჯერსში რომ არ დამავიწყდეს. ხო და შოტიკო ძალიან დიდი ფეხბურთელია, მაგრამ გარდა ამისა შოტიკო, ისევე როგორც ათში არიან კარგი ან საუკეთესო მოქალაქეები. მე ერთსაც და მეორესაც ვიცნობ ისე სალმით, ასე ვიტყვი. ჩემი თაობისა კი არის ერთიც და მეორეც, ანუ ტყუპის ძალები, ტყუპები არიან ჩემ ხელები ზუსტად 73 წელს დაბადებულები, ოდნავ უკეთ ვიცნობ რეზი არველაძეს, უფრო მხურვალე სალმით, ასე ვიტყვი. და იმასაც გაგიმხელთ, რომ მამაჩემი არ არის ცოცხალი, მაგრამ მამაჩემიც ესე მხურვალე სალმით, ან უკეთესი სალმით იცნობდა მათ მშობელ მამას, კიჭას, რომელსაც მე უდასტურებ პატივისცემას, უკლებლივ ყველას არველაძეების ოჯახიდან, რასაკვირველია უდასტურებ პატივისცემას. ეხლა უცნაურ ამას გეტყვით, მეორე უცნაურ ამბავს გეტყვით. ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში ალკმარს რომ წვრთნიდა შოტიკო, ხო, ალკმარს წვრთნიდა, ხო არ ვაჭარბებ, ხო? ალკმარს რო წვრთნიდა, ერთი წუთი ბოდის ვიხრი ჩავხედავ, რომ არ შემეშალოს რა. 1000 უკაცრავად ერთი წუთი. რო წვრთნიდა, ვანგალი ნამდვილად წვრთნიდა, მაგრამ ერთი წუთია შოტიკო არველაძე. შოთა არველაძე.
ესე იგი, შოთა არველაძე. რეინჯერსი ალკმარი, ლევანტეშიც ითამაშა ბოდიშს ვიხდი. სამწვრთნელო კარიერა თანაშემწე იყო, ხო, ვან გაალისა 2008-10 წლებში. ეს ალკმარი იმის შემდეგ გახდა, ვან გაალმა გახადა ძალიან ცნობილი, ან კარგი გუნდი ჰოლანდიის, ნიდერლანდების მასშტაბით და აქ ჩვენს ქომაქვს, ჩვენს გულშემატკივარს, აქვს ერთი თვისება ჩამოყალიბებული. უმრავლეს შემთხვევაში დღესაც კი სწორედ იმის გამო, რომ თანაშემწე იყო შოთიკო არველაძე და კარგია რომ დავაზუსტე, იყო თანაშემწე დიდი ლუის ვან გაალისა, ჩვენი ქომაგი, ანუ ტოტალიზატორში რომ დადიან აი ისინი. 10-დან 9 ჯერ ახლაც კი ვისაც არ უნდა ეთამაშებოდეს ალკმარი, ხო, აიაქსსაც რომ ეთამაშებოდეს, ფეინორდსაც, მოდი ესე ვიტყვი, ეინდჰოვენსაც უწერენ ერთიანს. ანუ გგონიათ უნდათ რომ ალკმარმა გაიმარჯვოს. ფეინორდთან მატჩის ფეინორდი ერთ-ერთი გრანდია. აიაქსი კიდევ უფრო დიდი გრანდია. აი სწორედ იმის გამო რომ შოთიკოს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ალკმარის მაშინდელ ოღონდ ზეწარბატებებში კი არა, აი ნიდერლანდების მასშტაბით წარმატებებში, თითქოს ჩვენი გუნდი გახდა სწორედ ალკმარი. აღარ ვლაპარაკობ რეინჯერსზე, სელტიკის ქომაკს ვერ ნახავ. აი რეინჯერსის ქომაკს კი ნახავ. ტრაბზონსპორი დღესაც გვიყვარს. შაითან შოთა ასე ეძახდნენ შოთიკოს. ჯამბაზაჩი ასე ეხლაც რომ გაიაროთ ტრაბზონში და ჩემი ახსაკის ქომაგი არა ახალგაზრდები მაინც და მაინც 20-22 წლისანი არამედ აი 45-50 წლისანი რომ ნახოთ, ისინი გაიხსენებენ 30 წლის წინანდელ ამბებს და იტყვიან შამბაზაჩი და შაითან შოთა. მე გულახდილად ვიტყვი რომ ძალიან მიყვარს ეს ოჯახი შორიდან და ძალიან მაგარი ოჯახია, ძალიან კარგი მოქალაქეებიც არიან შოთიკოს. ერთხელ ორჯერ სამჯერ თუ არ ვწდები შესაძლოა მეტჯერაც აი ამ საპროტესტო აქციების დროს არაერთი პოსტი გამოუქვეყნებია 3-4, ხო? რომელიც ამ პოსტებში უაღრესად სწორი აქცენტები ჰქონდა დასმული. უაღრესად სწორი მოქალაქეა შოთიკო არველაძე, აჩიკოს სასაკვირველია რეზიც, რომელსაც ასევე უდასტურებ პატივისცემას. აქედან გამომდინარე ჩემი ვიდეო ბლოგი ცოტა კრიტიკული მათ მიმართ, შოთის მიმართ, ხო, ცოტა რთულია. ყველა სიტყვას აკიგითხარით წონი მეთქი. მეორე ამბავს გავიხსენებ, რომელიც მათ არ ეხება. ამ დაახლოებით 3 წლის წინ, როდესაც პარლამენტის წევრი იყო დიდი მორაგბე, დავით კაჭარავა, ახლა ფედერაციის ხელმძღვანელია, რაგბის ფედერაციისა, მასეც თქვი ორი მძიმე სიტყვა, ორი კი არა, ბევრი მძიმე სიტყვა. ისეთ მძიმე სიტყვებს შოთიკოზე უბრალოდ არ ვიტყვი. იმიტომ რომ შოთიკო არ იმსახურებს, მაგრამ დავით კაჭარავა დიდი სპორტსმენია, იცით თქვენ. ძალიან მასშტაბური სპორტსმენია. ტალახაძე მომიტევებს კაჭარავას და შოთიკოც ალბათ ყველაზე უფრო დიდი სპორტსმენია საქართველოს სპორტსმენთა ისტორიაში. 100-ო ამდენჯერ ეს ეგრეთ წოდებული შტანგა, როგორ არის ქართულად, ორძელი ხო, თუ რაც ქვია. შტანგა, ძელი თუ ორძელი, 100-ო და ამდენი მსოფლიო რეკორდი, საკუთარივე რეკორდები აუმჯობესო, არ ვიცი, ჰუსეინ ბოლტის მასშტაბის არის, ესე ვიტყვიან, ან არ ვიცი, ტაიგერ ვუდსის მასშტაბის არის, მაიკლ ჯორდანის მასშტაბის არის თავის სპორტის სახეობაში. მაგრამ ტალახაძეზე ბევრჯერ მithქვამს მწარე სიტყვა. აი დავით კაჭარავაზეც მithქვამს, მე კი აკიგითხარით, იმიტომ რომ ხალხის ძალაში რო წავიდა ეს სპორტსმენი კაცი და ეს ის ხალხის ძალაა, რომელიც საქართველოს რუსეთიზაციას ცდილობს დღესაც და კოცებზე უფრო მეტი კოცები არიან, მისი წარმომადგენლები, სუბარი თუ სხვები და სხვები, დავით კაჭარავას კონტექსტში და არა ვიდეო ბლოგში მე გავკარი კბილიც არასწორი სიტყვა ვეჩხუბე, ხო, დავით კაჭარავას და ასე მიუმართავდი, როგორც მახსოვს, დიდი სპორტსმენი ხარ, მაგრამ პოლიტიკოსად კი არ ვარ გიხარ მერთქი. დავით კაჭარავაზე თუ შეიძლება მძიმე სიტყვების თქმა, რომელიც ძალიან არასიმპათიური პოლიტიკოსია, რასაკვირველია, იყო ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური იდენტობა ჰქონდა, ვიდრე რაგბის ფედერაციაში წავიდოდა და თავიდან კი ძალიან დიდი მორაგბე იყო, რატომ არ შეიძლება ტალახაძეზე შეიძლება, სანიკიძეზე შეიძლება, სხვებზე შეიძლება და გენო პეტრიაშვილზე და სხვებზე, ეს სპორტსმენებზე, რომლებიც შოთიკო არ წასულა პოლიტიკაში. ის კი არა, რამდენიმე ხნის წინ ერთი ძალიან კარგი განცხადება გააკეთა, შემომთავაზა ერთ-ერთმა პარტიამ, ვარაუდობ მაინც რომ სწორედ ქართულმა ოცნებამ შესთავაზა და პოლიტიკაში წასვლაო და საბურთალოს რაიონში კენჭისყრაო და შოთიკომ გულახდილად თქვა რომ და მაგარი განცხადებაა ეს, რასაკვირველია, პატივსაცემი შოთიკო ამის გამოც
ხას უსვამ გამოცო, იმიტომ რომ ბევრი პატივსაცემი საქმე ჩაუდენია, გაუკეთებია შოთიკოს და საერთოდ არბელაძეების ოჯახს. ხო და შოთიკო ყველაზე გამორჩენილია მათ შორის არბიწყე ნაჩი და რეზი და არ წავედიო დეპუტატობის კანდიდატათო, მაგალი ალბათ ოცნება შესთავაზა, იმიტომ რომ რო გავიგეო თინა ხიდაშელი იქნებაო, მეო რა მინდაო, ხა მოვუგებდიო განაარაო, მაგრამ იმიტომ რომ ხა პარტიის, მართველი პარტიის მხარდაჭერა იქნებოდა, მაგრამ როგორ შეიძლება მე შევიდე პოლიტიკურ კონკურენციაში იდენტობით პოლიტიკოსთან. ისევე როგორც ასე მაგალითად თინა ხიდაშელმა ხო არ შეიძლება ითამაშოს ფეხბურთიან, არ ვიცი, ვიღაცამ რაგბი, ხო? არ შეიძლება მორაგბე იყოს, ალბათ დავასახელებ თქვენის ნებართვით, არ ვიცი, მაგალითად პოლიტიკური იდენტობა ვის აქვს. ხატია დეკანოიძე. მაგრამ არც რა ქვია კაჭარავა უნდა ყოფილიყო პოლიტიკოსი, ისევე როგორც ხატია არ უნდა ყოფილიყო მორაგბე და ასე შემდეგ. შოთიკოზე საუბრობდა კიდე ერთი პიროვნების ხსენება მინდა სიმართლე გითხრათ, ამიტომ ზოგადად სწრაფად ვისაუბრებ თქვენის ნებართვით. ხო და შოთიკომ ახლაც არაჩვეულებრივესი პოსტი გამოაქვეყნა. მე სიტყვასიტყვით ჩავიკითხავ თქვენის ნებართვით. შოთიკო წერს. ამბობს, ნუ ძალადობთ ბავშვებზე, გაანთავისუფლეთ ბავშვები, აღადგინეთ სამართალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გამოჩენილი სახელოვანი პირები, როგორიც არის შოთიკო არველაძე, ამგვარ ფართო გაგებით პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ და სამართლიან პოლიტიკურ განცხადებებს, იმიტომ რომ ის არის მორალური ორიენტირი ერთგვარად. კი ეს კალაძე რო არ ბანდიტი, იმან 1-2-ჯერ 7-ჯერ 9-ჯერ გაჰკრა მას კბილი მისი პოლიტიკური განცხადებების გამო, მაგრამ შოთიკო არ ამუხრუჭებს და ეს კარგია, ყოველ შემდეგ ჯერზე, ყოველ კრიტიკულ მომენტში ის სწორ განცხადებას აკეთებს, სწორი სამოქალაქო, მოქალაქეობრივი პოზიცია აქვს. ამიტომ მე ეს მახარებს ცხადია და ვაქებ რასაკვირველია შოთიკოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ელის სწორედ ამგვარი პირებისაგან სწორ განცხადებას და ვაი, რაოდენ სამწუხაროა, რომ ესეთი თამამი, როგორიც არის შოთიკო, არ არის ბევრი ყოფილი სპორტსმენი, ბევრი მოქმედი სპორტსმენი, ბევრი ხელოვანი, ბევრი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანი. ამიტომ კვლავ ვიმეორებ შოთიკოს ეს განცხადებაც უნდა შევუგოთ. ეგრა მაგის პასუხია და ერთ ისტორიას რამდენიმე ამბავს გავიხსენებ, ან ერთ-ორ ამბავს ასე ვიტყვი. გახსოვთ, რომ საბოლოო ჯამში ორი პიროვნება ცდილობს სოფლიო გრანდების ჩამოყვანას საქართველოში. კალაძე მოდნავ მოგვიანებით დაიწყო და ჩემი ჭკვით, იმიტომ რომ გაჯიბრებოდა შოთიკო არბელაძე. შოთიკომ დაიწყო თავდაპირველად. ახლა მე ესე ვერ გავიხსენებ რომელი გუნდი ვინ ჩამოიყვანა, მაგრამ მილანი კი ნამდვილად ჩამოიყვანა, არ შემეშლება, სწორედ კალაძე. მაგრამ შოთიკოს რო ჩამოხავს ხოლმე გუნდები, მე მიმიქცევია ყურადღება, რომ კალაძეს უკეთია ეგრეთ წოდებული პეტრიჩკა, მე მიკროფონი მიკეთია, ხო? მოკლედ მიკროფონი უკეთია კალაძესაც და აი სავარჯიშო მდგომარეობა, რომ ვარჯიშობენ ყოფილი სპორტსმენები, ხო? ყოფილი ფეხბურთელები, უმრავლეს შემთხვევაში კალაძეზე მუშაობს, სწორედაც რომ მისი კამერა, ან მერის კამერა, არ ვიცი. რაღაც ვიდეო კამერა, ოპერატორი. აი, შოთიკომ ჩამოიყვანა, შოთიკოა პირველი ვიოლინო, შოთიკოა მთავარი ამ ამბავში. შოთიკომ მოკრიბა ეს გრანდები თავისი პროექტის ფარგლებში, მაგრამ აი კალაძეს კი სულ წინ წაწევა სურს, სულ უნდა რომ წარმოაჩინო, ის დახვდება ხოლმე ამა თუ ის ხვდება ხოლმე ამა თუ იმ ვარსკვლავს, მეგა ვარსკვლავს. ის მასპინძლობს, რესტორანში ის პატიჟებს, ხო? თითქოს მეორე პლანზე უნდა რომ გადასციოს შოთიკო არბელაძე. დაკვირვებული თვალისთვის ეს ასეა ყოველ შემთხვევაში. არა, შოთიკო იმდენად კულტურული კაცია და არბელაძეები იმდენად კულტურულები არიან, ამას არ იმჩნევენ და ეს გასაგებია, მაგრამ მე ხო ხვდებიან ბევრი ჩვენგანი ხო ზოგი ჩვენგანი ხო ხვდება რა ემოციური ჯახჯუხებია არბელაძე, შოთიკოსა და კალაძეს შორის. კვლავ ვიმეორებ, ამის გაკეთება შეუძლია კალაძეს. მაგრამ ერთგვარად არასწორია, როცა ამგვარ რამეს აკეთებ, მაშინ, როდესაც შენს არა მეგობარს, მოდი ასე ვიტყვი, იმიტომ რომ არის შოთიკო არბელაძე კალაძის მეგობარი, არა მეგობარს, მაგრამ ასევე წარმატებულ ყოფილ სპორტსმენს შოთიკო არბელაძეს ჩამოხავს სოფლიო გრანდები. შენ გითამაშია კალაძეზე ვლაპარაკობ მილანში და მილანი უცნობილესი გუნდია და აიაქსი არ არის ისეთი ცნობილი, მაგრამ აიაქსი პატარა გუნდი კი არ არის, იოჰან კრუიფის გუნდია, მეგობრებო.
იოჰან კრუიფის გუნდია. იოჰან კრუიფი კი არის ფრინავი ჰოლანდიელი. 1974 წელს ჰოლანდიის ნიდერლანდების ნაკრების ფინალამდე მიმყვანი. 1974 წელსვე მან საოცარი რეიდი, აი დაწყებისთანავე პირველ წუთზე ფინალში გერმანიის ნაკრებთან საოცარი რეიდი განახორციელა გერმანიის ნაკრებ პირველივე წუთზე. 78-ში მას არ მიუღია მონაწილეობა. მოიგზე კი არ გადავდივარ აიაქსის ლეგენდარულ ფეხბურთელზე და ბარსელონას ლეგენდარულ მწვრთნელზე, ხო, მაგრამ მაინც ავხსნი აიაქსი რომ დიდი გუნდია მეთქი და თუ შენ მილანში იყავი წარმატებული, თუმცა წველი და არ ვაკლიდებთ წველებს რას ბრძანებთ, ხო? ეს გავიკეთო ამასობაში. ეს ვიხდი. თუ შენ იყავი მილანში წარმატებული, შოთიკო ფორვარდი იყო საერთოდაც აიაქსისა და კიდევ გლაზგო რეინჯერსისა, იცით თქვენ. და კალაძეს ვცდილობს რომ ჩაუხტეს ესე წინ. შოთიკო კულტურალესი კაცია. ეს ჯახჯუხი კი დაწყებულია გაცილებით ადრე, შემიძლია გავიხსენო როდესაც ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის არჩევა მოხდა წლების წინ, იქ ასე ვიტყვი კალაძის კლანი და ეტაკა ეს საუკეთესო თითის მასე მაგალითად ვაჟაჟვანია და გკითხეთ ვისაც ხელგეწიფებათ ვაჟაჟვანიასთან საუბარი. ეს ის ვაჟაჟვანია, ეგრა მაგის პასუხია, რომელიც ბევრს არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ის ნებართვა არ მაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რომელიც ვეტერანების ფედერაციას უდგას სათავეში და რომელსაც აქვს ბევრი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, როგორ აფინანსებს მსოფლიოს ყველა დროის თუ არ ვცდები 100-ში ან 50-ში მოხვედრილ თბილისის დინამოს UEFA და არ გავამხილ ახლა ყველა დეტალს, მაგრამ როგორ ვერ მიდის ბევრ ვეტერანამდე UEFA-დან ეს თანხები. ეს სხვა ბლოგის თემაა, თუ ვაჟა ინდომებს საუბარს ამ თემაზე, ჩემი როგორც კონტექსტში, ასე ჩემს ვიდეო ბლოგებში ეთერი ღია, ჩემი რესურსი შეუძლია გამოიყენოს. სხვა თემა. მოკლედ, კარგით, შოთიკოზე ვლაპარაკობ საბოლოო ჯამში. აგვიგზელდა სიტყვა არა და სხვის ხსენებაც მინდა და აი შოთიკომ გამოუხიყნა ნუძალადობთ ბავშვებზე, გაათავისუფლეთ ბავშვები, აღადგინეთ სამართალი და ახლა კრიტიკული უნდა ვიყო, ყველა სიტყვა ავწონო, ჩემთვის ძალიან ძვირფას სპორტსმენზე, ლეგენდარულ შოთიკო არველაძეს. მე არ მოუწოდებ შოთიკოს, რა უფლება მაქვს, რომ უარი თქვას კახა კალაძის ეგიდით მოწყობილ საქველმოქმედო მატჩებზე, მონაწილეობაზე ამ საქველმოქმედო მატჩებში. არც იმისაკენ ვუბიძგებ და არა იმას ვუწოდებ, რომ კახა კალაძე რომ აწყობს თავის მხრივ რაღაც მეორე საპასუხო ან პარალელურ საქველმოქმედო მატჩებს, ჩამოხავს რა გრანდები, ასე მაგალითად მილანი, ოღონდ მილანში შევჩენკო რო არ ჩამოიყვანა, ეს ხო ცალკე ამბავია, ეგ რა მაგის პასუხია, შევჩენკო პროუკრაინელი კაცი, რომელმაც თქვა მე რა აღარა ვარ, ამაზე თქვა, აღარა ვარ მილანის ფეხბურთელიო, კალაძე მძმაკაცი და აღალატა, კალაძე მონა. კარგით. ეწყინება დამაჯარიმებს მარიამ ლაშხი, მიჩივლებს თუ კალაძე. არ მოუწოდებ მოკლედ შოთიკოს მე იმისაკენ რომ უარი თქვას. მაგრამ როდესაც ამგვარ განცხადებებს აკეთებს შოთი, ხლა უნდა მოგმართო. კარგი განცხადებაა, კვლავ ვიმეორებ. უკვე ალბათ დგებად, რომ მთელი ქვეყნისთვის ვირფასო ადამიანო. რომ ეს მაინც ზოგადი განცხადება შეიცვალოს პერსონიფიცირებულად მიმართული განცხადებებით. და კალაძეს არ გულისხმობ. ან ნაკლებად გულისხმობ. ალბათ სჯობს, რომ მე შოთიკო არველაძე ესეთი სახელოვანი პირი, ავტორიტეტი მოგმართავთ თქვენ. თქვენობით, შენობით და ისე არა, იმ ლექსიკით არა, როგორც ტაბლია, როგორიცაც გამორჩეულია ტაბლიაშვილი, შემონა ბიზინა ივანიშვილო არ არა საკვირველი. შე რუსეთის მონა ბიზინა ივანიშვილო არა, მოგმართავთ თქვენ ბატონო ბიზინა ივანიშვილი. ან ბატონო, ავიც ირაკლი კობახიძე მონა არა თქმა უნდა, მაგრამ შოთიკომ არ უნდა თქვას ეს. და მიუმართავ საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, მეგობარს ალბათ ვერ უწოდებს, მაგრამ მაინც ყოფილ კაპიტანს ჩემს თანაგუნდელ ნაკრებში კახა კალაძეს. ყველაფერი გააკეთეთ, რომ
გთხოვთ რომ მოგიწოდებთ რომ ნუზალადობენ თქვენი სამართალდამცავები ბავშვებზე და გაანთავისუფლეთ ბავშვები. ანუ ზუსტად ეს უნდა თქვას, აღადგინეთ სამართალი. ოღონდ ეს თქვას და დააკონკრეტოს, რომ მიმართავს ამ ქვეყნის ამ ქვეყანაში ძალაუფლების კვერთხის მფლობელებს. ივანიშვილს, არაფორმალ მმართველს, კობახიძეს პრემიერ-მინისტრს, ყაველაშვილს რომ არ დამავიწყდეს, ანუ პრეზიდენტად რომ მუშაობს და მისივე თანაგუნდელი რო იყო ეროვნულ ნაკრებში. როგორც პრეზიდენტთან, რომელსაც ასე პრეზიდენტად რომ მუშაობს იმ კაცს, რომელსაც ასევე აქვს ძალაუფლების გარკვეული კვერთხი. და ვინ ვახსენე, პაპუაშვილს მიმართავს მაინც და მაინც და თეატროლოგიანს, მაგრამ აი მოკლედ ამათ. ანუ სამი დავახსახილე, ხო? ივანიშვილი, კალაძე, თქვი, კობახიძე და ყაველაშვილი 4. აი ეს იქნებოდა შოთი უფრო სრულყოფილი, ამის თქმა მინდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ შოთიკო ეს ფიქრობს. ანუ იმას კი არ ფიქრობს, რომ მაინც და მაინც ასე მიმართოს. მაგრამ ასაკვირველია, გულწრფელია შოთიკო. ამას ვერ ბედავს ბევრი. მასზე გამოჩენილი ცოტა გაგვახსენდება ფეხბურთელი. ხო, მაგრამ ბევრი სპორტსმენი ვერ ბედავს. ბევრი სპორტსმენი ყოფილ სპორტსმენებს გული ხავ იმ ბანაკშია სამწუხაროდ. ნონა გაფრინდაშვილი ძალიან დიდი სპორტსმენია, წუხვარ მე. მაგრამ კალტონი ნონა ასაკ შესული ქალი, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი. იმ ბანაკშია, ან ოცნების ბანაკშია და ასე არ ფიქრობს. შოთიკო ასე ფიქრობს და დგება ჟამი, მე აინც ასე ვფიქრობ, პერსონიფიცირებისა. მიმართვისა კვლავ ვიმეორებ კულტურული ფორმით. ეხლა მეორე 21 წუთია მიმდინარეობს ვიდეო ბლოგი და ბარემ ვიტყვი მეორე სპორტსმენზეც. აი ახლა რომ ძალიან ცნობილი სპორტსმენია, UFC-ს გამარჯვებული, თავის წონაში ჩემპიონი, ამერიკიდან საქართველოში დაბრუნებული მირაბ დვალიშვილი. რომელსაც ჟურნალისტი ეკითხება, ჩემი აზრით სისულელეს, ან არასწორად ფორმულირებული კითხვა, რაღაცას არ არის ეს. მირაბ დვალიშვილს ასე ამ კუთხით არ უნდა გკითხო, მაგრამ ოკეი, ეკითხება და ეს ჟურნალისტის პრობლემაა და მას არც ვიცი სახელი, ხო? მასზე ხوار ვლაპარაკობ. და მირაბ დვალიშვილი პასუხობს, ეს გამოჩენილი კაცი ბევრს რომ მოსწონს, ბევრს რომ უყვარს, ბევრი რომ ამაყობს. ხო? მირაბ დვალიშვილი ამბობს შემდეგ რამეს, რომ მე პოლიტიკაში მრევთ, მე პოლიტიკაში არ ვერები, რას ნიშნავს? რა უნდა დააკლოს ბიზინა ივანიშვილა, მე ესე ვიტყვი, ბანდამ ბიზინა ივანიშვილისა, მე თვით მირაბ დვალიშვილს. საკმაოდ შეძლებულ კაცი, იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონია, UFC-ს გამარჯვებულია, ამ ქამრის თუ სარტყელის მფლობელს, ძლიერს, ხო? და რაც მთავარია, ძალიან ბევრისთვის, როგორც მოქმედი სპორტსმენია, ხო ის, ძალიან ბევრისთვის პატივსაცემ, აბა გაბედოს მამუკა მდინარაძემ, ან ირაკლი კობახიძემ საწინააღმდეგო განცხადება მირაბ დვალიშვილის საწინააღმდეგო განცხადება, ეს მარშები რო ეწყობა, მირაბ დვალიშვილის მომხრეთა მარში დაიწყება ვაკის პარკიდან და ჩავა თავისუფლების მოედნამდე უწყვეტად, ესე ვიტყვი, 47000 კაცი გამოვა და 47000 იმ მოქალაქესაც გადაიმტერებს თუ მამუკა მდინარაძე და თუ ირაკლი კობახიძე, რამე რომ წასცდეს საწინააღმდეგო მირაბ დვალიშვილისა და ეს მირაბი კი ამბობს, რომ იცით მე პოლიტიკაში არ ვერევი. პოლიტიკაა ყველაფერი ძვირფასო, მირაბ არ ვიცნობ მას. მირაბ დვალიშვილო, ყველაფერი პოლიტიკაა და შენისთანა სახელოვანი პირები მე ხო არ გეუბნებით, რომ მე ხო არ მოგიწოდებთ, რომ პარტიულ პოლიტიკაზე ილაპარაკოთ, მაგრამ აი ესეთი განცხადება რაც შოთიკონ თქვა. ნუ ძალადობთ ბავშვებზე, გაანთავისუფლეთ ბავშვები, აღადგინეთ სამართალი. აი ეს არის ჩემი როგორც მოქალაქე მირაბ დვალიშვილის პოზიცია. ამას ვამბობ. იმას ხო არ გთხოვთ ეხლა ვინმე რომ რაღაცა რუსული კანონის მე-17 მუხლის მე-14 ქვემუხლი გაარჩიოთ და ეს ყველაფერი რაღაც ევროპულ კანონმდებლობასთან შეადაროთ თუ დაადაროთ თუ მიადაროთ. ფარა როგორია ამერიკაში ან ფარად წოდებული უკანონო კანონი როგორია პაპუაშვილის მიერ მიღებული ესენი შეადაროთ. არა, სამოქალაქო პოზიცია გამოთქვით ხოლმე, გაბედეთ და გამოთქვით თქვენ ესოდენ სახელოვანმა სპორტსმენმა. იმიტომ რომ ეს სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. პატივისცემა თქვენი, მაგრამ გარწმუნებთ, ადრე თუ გვიან თქვენ ხო დამარცხდებით. ადრე თუ გვიან თქვენ იმ სპორტის სახეობაში, რომელშიც ხართ, ხო?
დამარცხდებით, არ ვიცი, 15 წლის შემდეგ ღმერთმა 15 წელი გაგაძლებინოთ ამ კამართან ერთად. დაახლოებით, არა, მაქსიმუმს ვამბობ, ხო, გულწრფელები უნდა ვიყოთ ერთმანეთთან 2 წელიწადში, 5 წელიწადში, 7 წელიწადში, ოკეი, 15 წელიწადში დამარცხდებით და 15 წლის განმავლობაში ატატებული კი ეყოლებით ქართულ საზოგადოებას, მაგრამ მე-16 წლის პირველ თვეს ის დაგივიწყებთ თქვენ. და არ დაგივიწყებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ ამ 15 წლის მანძილზე განმავლობაში გექნებათ სწორედაც რომ სწორი მართებული სამოქალაქო პოზიცია თქვენ უნდა იყოთ ბევრი მოქალაქისათვის სამაგალითო. და თან რამე განსაკუთრებულს კი არ ვითხოვთ. ხო, განსაკუთრებულ არც გითხოვთ, საბა არც ამასაც არ ვითხოვთ, არც მოგიწოდებთ უბრალოდ ხსნით რომ სახელოვანმა ადამიანებმა ცოტა მეტი სითამამე უნდა გამოიჩინონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ფეხებსაც ვერ მოსჭამს ეს ბანდა რეჟიმი. ორივეს, შოთიკოს და მერაბსაც. მე უდასტურებ პატივისცემას. მე გულახდილად ლაპარაკობ ხა ისევ შოთაზე ვიტყვი ორ სიტყვას, არ ველაძეებზე ვიტყვი და კონკრეტულად შოთიზე, რომ ის არის ძალიან მაგარი, სწორი მოქალაქე, ის არის ძალიან კარგი კაცი, ის არის მას აქვს ყოველთვის აქვს ქონდა აქვს და ეკნება სწორი სამოქალაქო პოზიციები ბოდიშის მოხდით არ ველაძეებთან, მაგრამ ალბათ ჯობს რომ დავაკონკრეტოთ უკვე. იმ ზღვარზე ვართ მისულები მეგობრებო, როდესაც დაკონკრეტება აუცილებელია. მე არ მოუწოდებ შოთიკოს რომ უარი თქვას კალაძის მიერ მოწყობილ მატჩებზე, ჩამოდიან მეგავარსკვლავები, შოთიკოც მეგავარსკვლავია. მე არ მოუწოდებ არც იმისაკენ რომ გააბოროტდეს და ბოღმით აივსოს მაშინ როცა კალაძე ეგრეთ წოდებული მიკროფონით პეტრიშკის დარბის და საკუთარ თავს იპიარებს შოთიკო არველაძის მიერ ჩამოყვანილ კი არა მოწყობილ მატჩების დროს ვარჯიშებისას და რაღაცებს ლაპარაკობს თითქოს მაგარი იყოს როგორც მოქალაქე არა კალაძე ფარჩაკია როგორც მოქალაქე და კალაძე მოდით გულახდილები ვიყოთ საშუალო დონის მილანის მასშტაბითაც კი საშუალო დონის ფეხბურთელი იყო მაგრამ მაინც ახლა ორი ჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ აქვს გატანილი ავტოგოლი არა ეს იქით იყოს შეგნებულად არ გაუტანია თქვა გულახდილები რო ვიყოთ და ახლა ეს მე ამას რო აუგორებენ ხოლმე კახაკალაძის ეს სულაც არ მიმაჩნია ნუ უიშვიათეს შემთხვევა მაგრამ ბრახდა ჩაჭრა რა ორჯერ რა ოღონდ კაცილებით დიდი ავტოგოლი გაიტანა მან საკუთარ მესამე საკუთარ კარიერაში საკუთარ თავს გაუტანა დიდი ავტოგოლი როდესაც რუსების ბანაკში გადაბარგდა ეს ვიცით ყველამ ეს იციან არველაძეებმა არ არიან ვალდებულნი რომ ეს ყველაფერი თქვან მაგრამ იმას კი ვთხოვ მაინც მოგზალებით ასაკვირველია რომ შოთიკომ დააკონკრეტოს ბატონო ივანიშვილო ვთხოვთ თქვენი პოლიცია ნუ ძალადობს ბავშვებზე გთხოვთ განთავისუფლოთ ბავშვები გთხოვთ აღავადგინოთ სამართალი უფრო მკვეთრიც შეიძლება იყოს ასაკვირველია მაგრამ ეს არის ის მინიმუმი რისი გაკეთებაც მე პირადად მე სიამოვნება რისი გაკეთებაც მე სიამოვნებოდა შოთიკო არველაძისაგან გაგიმარჯოს შოთი ნახვამდის